გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფოთში COVID-19-ის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფორმაციის გადამოწმების მიზნით ფოთის ჯანდაცვის ცენტრს დავუკავშირდით, სადაც განაცხადეს, რომ ფოთში COVID-19-თან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობენ და მხოლოდ ენტეროვირუსების შემთხვევები შეინიშნება, თუმცა წინა პერიოდთან შედარებით მატება არ არის. დეტალურად ფოთის ეპიდემიოლოგი ზინაიდა გაგუა გვესაუბრება. კავშირებით ამ გლობალურ გათბობებთან დაკავშირებით, მაგრამ ის რომ გითხრათ, რომ აი ასეთი ჯგუფური შემთხვევები იყოს დაუშვათ ვირუსების მაღალი გადამდებლობით ჩვენი საავადმყოფოში, იცით რომ ინფექციური განყოფილება არ არის არც ძირითადად ეს ვირუსები 0-დან 5 წლამდე ბავშვებია ყოველთვის, აი კლასიკურად ასე მიდის ხოლმე. საბაზისო სტაციონარი ჩვენ არა გვაქვს დაუშვათ ვირუსებზე კვლევა რო ხდებოდეს. გადინება ხდება პაციენტებისა, ესე იგი რეგიონების დონეზე. მაგრამ ის რომ ინფორმაციას ფლობდეთ, რომ მოიმატა ამ დაავადებამ, გასულ წელთან შედარებითი დინამიკის საფუძველზე რომ ვიმსჯელოთ, ასეთი არ არის. სტანდარტულად როგორც იყო, სეზონურად მატულობს ეს ენტეროვირუსები, რომლებიც მიმდინარეობს მაღალი ტემპერატურითა და ამავე დროს ჩართული არის სამაშე კუთხე-წყლის ტრაქტი, დიარეებით და ზემოსასუნთქი გზების ინფექცია ჩვეულებრივად, ასეთი კომბინაციაში. ასე რომ მატების ფაქტები ნამდვილად არ გვაქვს და არის შემთხვევები, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის ახლა, მაგრამ ჩვენთან მაგალითად ჩვენ სტაციონარში, ჩვენს ამბულატორიულ ქსელში COVID-ის დიაგნოსტირება არ მომხდარა. თბილისში იყო ერთეული შემთხვევები, მაგრამ აი ესეთი ხასიათი არ ქონდა მას, რომ აი დავუშვათ რაღაცა ინფორმაცია გაჟღერებულიყო, რომ აი მომატებული და რაღაც ახალი შტამი და ასე შემდეგ. ჩვენამდე ეს ინფორმაცია არ მოსულოდა. ვიცით, რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვა არის პირველი, რომელიც გებულობს ამას ყველაფერს და ჩვენ საფრთხეების შესახებ გვაცნობება ყოველკვირეულად და იქ ასეთ არ გაჟღერებულა ეს. ერთეული შემთხვევები კი იქნება.